მშვიდობა ყველას, უფალი იესო ქრისტე, გუშინ დღეს და უკუნისამდე იგივეა, მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ნაცნობებო, უცნობებო, ახლებო, ძველებო, იესოს უყარხარ. ხუმრობის გარეშე გეუბნები. ჩვენი უფალი იესო მოვიდა ზეციდან, დედამიწაზე სპეციალურად. თავი გასწირა, დაიმდაბლა, გახდა როგორც ადამიანი, მე ამას ჩვენ წავიკითხავთ. თავი გასწირა და მოკვდა, აღდგა, ამაღლდა. ამიტომ ეს ამ საგალობელს ქვია საუცხოდ, ძალიან საუცხო რაღაცა მოხდა დედამიწაზე. არასოდეს რო არ მომხდარა იმისთანა. და მეორეს მოხდება, ის მოვა მალე. ამ საგალობელს ქვია საუცხოდ ჩვენი მხსნელი. საუცხოდ ჩვენი მხსნელი თვიძეციდან მოვიდა დაციური ქვეყნისაკენ მასთან ჩვენ მიგვიზიდა დაციური ქვეყნისაკენ მასთან ჩვენ მიგვიზიდა მან მიიღო ჩვენთვის დამჯვა ჯვარზე დიღო რომ შენ მოგცეს ცხონება და იყო გამართლებული რომ შენ მოგცეს ცხონება და იყო გამართლებული ორი დღე იყო საფლავში მესამე დღეს ისახდა ჰალელუია და მამისა სუფეველში ის დიდებით შევიდა და მამისა სუფეველში ის დიდებით შევიდა მოვა ჟამი და მეორედ იესო ქრისტე მოვა გვეთქვის ჩვენ რომ მამა ღმერთი ზესაში გველოდება გვეთქვის ჩვენ რომ მამა ღმერთი ზესაში ჩვენ დავტოვებთ ამ ქვეყანას და წავალ ჩვენს მამასთან დავიქნებით იქნეტარნი შორს მისი უზრუნვისგან დავიქნებით იქნეტარნი შორს მისი უზრუნვისგან დავიქნებით იქნეტარნი შორს მისი უზრუნვისგან დავიქნებით იქნეტარნი ამ ყველა მიწიური ზრუნვისგან ამინ ჰალელუია დაახლოებით 2000 წლის წინათ შეიძლება ცოტა მეტიც ერთ დღეს მწყემსემს, რომლებიც ხიზლობდნენ, ყარავლობდნენ, მწყემსავდნენ ცხვრებს, უესრად გამოეცხადათ ანგელოსთა დიდი გუნდი.
უფლის ანგელოზი წამოადგა მათ მარკოს ან ლუკას მეორე თავი არის. უფლის დიდება გამოურწყინდა და შეეშინნენ დიდი შიშით. მაგრამ მათ უთხრა ანგელოზმა, ნუ გეშინიათ. აი გახარებთ დიდ სიხარულს. ეს დიდი სიხარული გეკუთვნის შენ, მე და ყველას, ვინც ირწმუნებს. დიდი სასიხარულო ამბავი მოხდა. სასიხარულო ამბავი და ანგელოზებმა უთხრეს, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხის იქნება. არა მარტო ებრაელების, ყველასი. ქართველების, მეგრელების, გურელების, საქართველოს, ებრაელები, წარმართები. წარმართი არის ყველა, ვინც რომელიც ებრაელი არ არის. ერთი არის წარმართები, ყველა არის ცალკე ებრაელები. ებრაელები და წარმართები ყველა ხალხის იქნებაო ეს. დიდება შენობა. რატომ? რა მოხდა მისთანა? ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში, ბეთლემში, თქვენ დაგებადათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე, უფალი. და გადავდივართ უცბად მეთერთმეტე მუზე. ანგელოზები, არა მესამედე მუზე და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდძალი ჯარი ციდან, რომლებიც აქებდა ღმერთს და ამბობდა, დიდება მაღალთა შინა ღმერთს, ქვეყანაზე მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. და ანგელოზები ისევ წავიდნენ უკან სესაში და ამათ კი წავიდნენ ბეთლემში და იქ ნახეს პატარა იესო, რომელიც დაიბადა. ისე არ მოსულა იესო. მოდი აბა ვნახოთ რა ამბავია დედამიწაზე, სპეციალურად მოვიდა, იმიტომ რომ ცუდად იყო ყველა საქმე. ყველა ვიყავი დაღუპული. წერია რომ ყველამ შესწოდა და მოკლებული იყვნენ ღმერთის დიდებას. ამიტომ ხსნელი მაცხოვარი გჭირდებოდა ჩვენ და მოვიდა იესო. მაგრამ სამწუხაროდ იესომ ისიც გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დროს მოვლენო ბევრნი და იტყვიანო მე ქრისტე ვარ. მე იესო ვარ. რამდენი გინახიათ? ყველა საუკუნეებში, არ ვიცი, ამას წინათ კიდე იყო ვიღაცა რუსი ერთი. საით იყო ეს? ცემბერში სადღაც არიან კიდევ. არ შეუძლია ბოროტის სულით შეპყრობილია. ეშმაკს დაემორჩილა, გონება დაეფლითა, დაეგლიჯა, ვერ აზროვნებს და ამბობს, მე ქრისტე ვარო. და როცა ის კი არა მოციქულები, როცა პავლე და ბარნაბა წავიდნენ და უქადაგეს და იქ ვიღაც განიკურნა, თქვენსო დედო ღმერთები ჩამოვიდნენო და დაუწყეს მსხვერპლის მოტანა. იმათმა ტანსაცმლები დაიხიეს, დაიგლიჯეს, რა გაჩერდით, რა საკეთებთ, რას ქვია. ღმერთები კი არა, თქვენ ესენ ადამიანები ვართ, ძლივ შეაჩერეს. მოციქულები თაყვანისმებას არ ღებულობდნენ. ანგელოზები თაყვანისმებას არ ღებულობენ. ჩემო მეგობარო. დაჟე იოანე ისე პატარაობიდან ღვთისმცემელში იყო ყველაფერი, მაგრამ ანგელოზი რო ნახა, უნებურად წავიდა რომ თაყვანი ეცა. რომელმაც აწირა გამოცხადების წიგნი. აპოკალიფსი. ანგელოზმა ნუ გააკეთებ ამას, არ გააკეთო. შენ ღმერთს მხოლოდ თაყვანი ეცი. ანგელოზი არ ღებულობს თაყვანისმებას. მოციქულები არავინ არ ღებულობდა თაყვანისმებას. რატომ ღებულობთ? ვიღაცები, რატომ ღებულობთ ადამიანები? ღმერთებად უნდათ. სატანის ისა ეს გრძნობები. ხო წერია სახარებაში, იქონიეთო თქვენში იყოსო ქრისტეს გრძნობები. და როცა ადამიანში სატანის გრძნობები იღვიძებს, აი მაშინ მას უნდა თაყვანისცემა. და ერთ ადგილს გავიხსენებთ თქვენთან ერთად, როცა იესო უდაბნოში წაიყვანა სულიწმინდა გამოსაცდელად და რომ მობრძანდა ის ვაჟბატონი
მაცდური რა უთხრა იმან თუ ძეხარო ღვთისა აქცია უქვაპურად მაჩვენეოდა სატანას უნდა ეჭვი შეეპარა იესოსთვის თუ ხარ აბა შენ ეს ხო ისი ბავშვებს რომ ეუბნებიან აბა შენ თუ იცი ამით გაკეთება და სატყალი ბავშვი რა აკეთებს ისა აბა შენ გაცოცხვა იცი როგორ არა და გააცოცხლებენ თელეზოს ეშმაკს უნდა და ეჭვი შეეპარა იესოსთვის აუთხრა თუ ხარ და თუ იქ სამჯერ უთხრა თუ დააკვირდით ერთხელადაც არ დაუმტკიცებია იესოს იყო თუ არა სატანა უყურე მე ვარ ეს კითხვის ქვეშას არ დააყენა იესო სულ სხვაზე უპასუხა და როცა უთხრა მოწმინდურმა თაყვანი მესიო უყურე რა უთხრა ეუბნება მას ყოველივე ამას ქვეყნიერების დიდება აჩვენა სატანამ უჩვენა სოფლიოს ყველა სამეფო და მისი დიდება და ეუბნება ამას ყოველივე შენ მოგცემ თუ დამხობილი თაყვანს მცემ წყურია სატანას თაყვანისცემა შეიძლება ადამიანმა არ გითხრას თაყვანი მესი მაგრამ იმასაც არ გაძლევს რომ შენ ეს არქნა არ შეიძლება ხაზე კოცნა და მერე მიდის და მერე ცოტა ხანში პირჯვარს და მერე ალბათ თავსაც დაახლის და მიწამდე და ჩაგივარდება ფეხებში აი ეს გრძნობები არის სატანური და იესომ რა პასუხა იესომ პასუხა მას განვეთ სატანა გადიო ჩემგან შორს განვეთ სატანა ვინაიდან დაწერილია თუ გახსოვთ იქ ყველაფერზე იესომ დაწერილია თი უპასუხა ამიტომ ვინ ხარ შენ ან მე ან შენ რომ ჩვენებური ისინი მოიყვანა და ის იმან თქვა და ამან თქვა და ასე გამოიკვლიეს იესოს საზირკველი რაზედაც იდგა ქრისტე იყო დაწერილია ამიტომ სატანამაც ისის რა ძალა აქვს ამაში ამიტომ შენ შეგიძლია ყოველთვის თქვა დაწერილია და თუ დაწერილიას ვერ მოყავს значит ვერ დამტკიცებ ვერც ეშმაკს დამტკიცებ და ვერც ადამიანს შენ რაღაცა რომ მითხრა მე და დამიწყო დამტკიცება რაღაცის შენ აქედან დამიმტკიცო უნდა 2 ან 3 ადგილი მომიყვანა უნდა რომ რაღაც შენი მტკიცება დაამტკიცო იესო მოხდა დაწერილია უფალს შენს ღმერთს ესი თაყვანი და მე როგორ აწერია და მხოლოდ მას ემსახურე შენ ღმერთს ესი თაყვანი თაყვანისცემა მხოლოდ ეკუთვნის ერთადერთ პიროვნებას ეს არის ღმერთი ეს არის უფალი იესო და მოიყვანეთ ადგილს ფილიპელთან მეორე თავი ძალიან საინტერესო თავი არის ერთი წამი მინდა ერთი წუთი ფილიპელთა 2:5 უყურე რა წერია რამე თუ აზრები რაც ქრისტეშია იყოს თქვენ შორისაც თუმცა ის ქრისტე ღმერთის ხატება იყო აცებლობა და არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას არამედ დაიძაბუნა თავი მიიღო მონის ხატება გახდა კაცთა მსგავსი კაცი არ იყო ის მიიღო კაცის სხეული კაც დაემსგავსა და შესახედაობით კაც დაემსგავსაო დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე ჯვარცმით სიკვდილამდე და ამიტომაც ღმერთმა აღამაღლა იგი და მისცა მას ყველა სახელზე უმაღლესი სახელი რომელ სახელზე ღმერთს ბევრი სახელები აქვს ელაჰიმ ადონაი იეგოვა ელშადაი ცაბაოფ ციტკანუ და რაღაცე ბევრი სახელები აქვს ღმერთმა ყველა თავის სახელზე ყველა სახელზე და
მხედველობაში თავის სახელზე. მაღლა აამაღლა იესოს სახელი. და მეათე მოხლი. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიგოს მუხლი ზესიერმა, ყოველმა ზესიერმა ანგელოზებმაც. მიწიერმა ადამიანებმა, ქვესკნელ ჯოჯოხეთმაც. ამიტომ არის სატანე ბოროს სულებს ღვთისშვილები რომ ეუბნებიან იესოს სახელით გადი და რომ ეცემიან ფართხალობენ იქ. რატომ? იესოს სახელის წინაშე ქვესკნელის იდერეგს მუხს მიწიერებიც ადამიანებიც და ანგელოზებიც. ერთხელ პარკში შევხვდი ერთ მე დიდი პატივისცემით ვარ როგორც ადამიანების მიმართ და ღვთის მოშიში და ღვთისნიერი ღმერთი რო უყვართ, იმიტომ არიან ის ადამიანები იეგოვას მოწმეები. ამ თემაზე ცალკე გვექნება ლაპარაკი და შევხვდი ერთხელ იეგოვას მოწმედ რო დადიან იმ ხალხს და მე ვუთხარი იქ ერთი ბიჭი იყო. მე ვუთხარი შენ იესოს წინაშე მოდი მოვიდრიკოთ აგერ გალაში და ბულვარში ვიყავით სადღაც პარკში და ვუთხარი მოდი მოვიდრიკოთ მუხლი, მე ვუთხარი შენთან ერთად ვილოცებ იესოს სახელის წინაშე მოვიდრიკოთ მეთქი მუხლი. არა, მე ვთქვი რას კი არა. მე იესოს სახელის წინაშე არ მოვიდრიკო მუხს, მე მოვიდრიკო მუხს მარტო იეგოვას წინაშე. მე ვუთხარი. ოკეი. მაგრამ მე ვუთხარი, ერთ მშვენიერ დღეს გექნება მე ვუთხარი მუხლი მოსადრეკი იესოს სახელის წინაშე. საიდან იცი შენს? მე ვუთხარი, ეს საიდან იცი? გაუშალე. და ვუთხარი, დაწერილია, რომ იესოს სახელის წინაშე მოიდრეგს ყოველი მუხლი და თაყვანსემს იესოს. მე ვუთხარი, ეხლა არ გინდა? ნებაყოფლობით, იძულებით მოგიხდება იესოს სახელის წინაშე. ამიტომ დიდებაო ჩვენს უფალს. ჩემი მუხლი და ჩემი გული ყოველთვის იდრეგს, მოიდრეგს და მოდრეკილი იყოს ყოველთვის ჩემი მამის წინაშე, იესო ქრისტეს წინაშე, როგორც ჩემი მუხლები, ასე ჩემი გულიც. და ერთ ადგილს კიდევ ვიტყოდი და მე მგონი დამთავრდა. მოციქულთა საქმის 12 თავი. და აი ამ მუხს მინდა შევუერთო ის ცუდი ამბავი, რომ ერთი ისა პიროვნება რა ბიოტეკაზე მაგაზე. გარდაიცვალა ეხლა. ნარიმანი. ნუ, ცოტა მაგვარი ნარმანიას, მაგრამ ნარმანიები არიან სუფთა ხალხი. ეს რომელი ნარიმანია, მე არ ვიცი. აი ნარიმანი რო იყო ვიღაცა ბერი, იმას დაუკავშირებ ამას. თუ ვინმეს ნარიმანისტი ხართ, არ გეწყინოთ. დროა ქრისტიანი გახდეთ. არც ერთი ნარიმანისტი და არც ერთი არავინ არ გადარჩება. გადარჩებიან ვისაც იესოს წამდა. ნარიმანის წვენა არავის არ გადაარჩეს. თუ ვიღაცა იყო ღვთისნიერი, მორწმუნე, მაგრამ ძალიან საშიშია ზნებოდა აცნობებო, უსნობებო, მეგობრებო. როცა ადამიანს არ მოაქვს ქრისტეს მოძღვრება, თუნდაც ანგელოზი იყოს, ეს არის შენი მტერზე უნტერესი. მინდა სახარება ამბობს, ვისაც ქრისტეს მოძღვრება არ აქვს, მას ღმერთი არ ყავს. შენატი თუ გინდა ცალი ფეხით იარე, ჰაერში იარე, სულ არ ჭამო არაფერი, წყალი არ დალიო, აილაპარაკო, თვალების დახუჭო და არ გაახილო ერთი წელი. ეს არ გიხსნის შენ. ვისაც ქრისტეს მოძღვრება არ აქვს, მას ღმერთი არ აყავს. მე არ ვალაპარაკო, მაგრამ სახარება ამბობს. ასე რომ, აი ამ მეცოდება ის კაცი ცუდა დაამთავრა თავისი სიცოცხლე. მე არის ახლა სიკვდილის წინ მან მოუხმო თუ არა უფალს და მოინანია თუ არა თავისი აი ეს ცხოვრება და საქმიანობა რაც გააკეთა და ხალხი
ასე მდგომარეობაში რომ დატოვა გაუგებრებაში კი არა, სიბნელეში, აი იმის მსგავსი მოხდა აქ რაღაცა. და სანამ მოვკვდებოდა იმის წინადღეებში, წინადღეს ისეთი რაღაცა ვნახე, რომ ძალიან მისი ნალაპარაკები იყო ნარიმანის. იესოს ელოდებიან თუ რაღაცა, იესო მოვიდაო უკვე, იესო აქ არისო და თავის თავს აცხადებდა იესოთი და მე ამინ და დავწერე მეც ასეთი რაღაც ხალხო მე გიგაზო, ნუ მოკლათ ამას დროზე ადრე, იმიტომ რომ ღმერთი ამბობს, ჩემია დიდება და არავის არ მისცემ. შურისმგებელია უფალი და მოშურნია უფალი. როგორც იაკობი ამბობს, სულიო რომელიც ჩვენში დავანებული არის, მოშურნე სული არის. რუსულად არის რევნიტე. აი როცა რევნასტ არის, როცა ცოლ-ქმარი რომ მიდიან და ქმარი რომ გახედავს, მოკლე გაბიან ქალს რა დაემართება ცოლს. ანა რო იყურები, რევნოსტი უქნე უზამს იმან, რა ჩემი ქმარი სხვას რო უყურებს. ანდა ქმარმა ცოლს რომ შეხედა, ცოლმა რო შეხედავს ვიღაც ფერაშის ვიღაც ბიჭი და გააყვანა რაღაც. გადაყვანა ნერწყვი ვიღაც ბიჭს. რას უზამს იგი? ხო დაიყურებს და რას ქვია ხალხა და რო იყურები. აი ეს რევნოსტია ეს. ამას ქვია ქართულად რუსულად რევნოსტი და ქართულად მოშურნე. და ღმერთი ამბობს, მე მოშურნე ღმერთი ვარ და არავის არ მივცემ ჩემ დიდებას. ეს ღმერთის არის. ხო თქვა იესომ, კეისარს მიესით კეისრისა, ღმერთს ღმერთისა. ღმერთის არ უნდა მისე კეისარს. ღმერთის უნდა მისე ღმერთს და ღმერთი ამბობს, დიდება ჩემია ბატონო. ნუ შეეხებით თორემ ეს იმისთანა რომ მაღალ ზაბუას შეეხო. შეეხები და ის შენგან არ დარჩება ღილაკი დავარდება. კლუნ. გახრა კაცი დარჩა ღილაკი. აი ეს ღმერთის დიდებას არავინ არ უნდა შეეხოს და აი ეს დაემართა ეხლა ამ პიროვნებას, რომელზედაც ვკითხულობ მე მოციქულთა საქმეს მე-12 თავი. ოცდაერთი მუხლი ჰეროდე ბატონი აუვარდა თავში და დაემართა თავისი. როგორც ბერს მე-12 თავის 21 მუხლი. დადგენილ დღეს ჰეროდემ ჩაიცვა სამეფო ტანის ამოსი, გამოიპრანჭა ბიჭი. დაჯდა ტახტზე და წარმოუთქვა ამ ხალხს სიტყვა, ერთ კატეგორიის ხალხს. და ხალხი ღაღადებდა. ღმერთის ხმა, დედა რა ხმებია. ანდა რა აქცენტია და რა სიტყვები გადმოვიდა მისი პირიდან. ღმერთის ხმა არისო და არა კაცის. ეს წერია 22 მუხლში. 23 მუხლში წერია, მაგრამ უცბად უფლის ანგელოზმა დასცა იგი, იმიტომ რომ არ მისცა დიდება ღმერთს და მას მატლების მიერ შეჭმულმა სული განუტევა. ჰეროდე მოვიდა, მაგრამ უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა. ამას ვერავინ ვერ შეაკავებს. სახარებას და ქადაგებლებს ერთს თავს მოჭრიან 10 აღდგება. ეს არ მოხდება არასოდეს. ღმერთს ყოველთვის ყავს თავისი ჭეშმარიტების მოლაპარაკე ხალხი. ამიტომ ყველას ეს დაიმართება და ერთს ავიკითხავდი ესაიას იმას. თუმცა თუ გინდა თქვენ დაიკითხეთ ესაიას 42-ს მე-11 მუხლში ამბობს ღმერთი. ჩემს დიდებას არავის მივცე. ვინც აეპოტინება ამ დიდებას, ბევრი დრო არ აქვს. ხოლო როგორც იგალობე, ჩვენი უფალი საუცხოა, საუცხოდ მოვიდა უფალი. ზეციდან მოვიდა უფალი. იგი ჰოლიდეზე კი არ მოსულა და ისა დასათვალიერებლად, ის მოვიდა ჩვენ სახსნელად, შენ სახსნელად. რომ ჩვენს მაგივრად აიღო ცოდვა, მომკვდარიყო. პასუხი ეგო, ღვთის სამართლიანი რისხვა თავისებზე აიღო და შენთვის ხიდი გაება.
საშუალება ქონებოდა ყველას. ამიტომ თუ მეგობარო, მსმენელო, ახლობელო, იცოდე რომ ისე შეგიყვარა ღმერთმა, რომ თავისი ძე გასცირა შენთვის და ეხლა თუ არ მოიდრეკ მის წინაშე მუხს, შენი ერთ დღეს გინდა თუ არა მაინც მოიდრეკ. შენ კი არა, ეშმაკის მოიდრეკს, ყველა მოიდრეკს. ზეციერი ანგელოზები, მიწიერების, ადამიანების, ყველა ადამიანი და ყველა ბოროტის სული. იესოს სახელის წინაშე მოიდრეკს. ამიტომ სანამ იზულებით მოიდრეკ, ჯობია მოიდრეკო როგორც უფლის წინაშე. უთხარე უფალო, ცოდვილი ვარ. მაპატიე, ვინანიებ ჩემს სოდებს. მადლობა ღმერთო დღევანდელი დღისათვის. მე არ ვიცი უფალო ხვალინდელი დღე, ესეც შენთვის ჩამებარებია, მაგრამ მინდა ახლა ამ წუთას, სანამ დრო არის. სანამ ცოცხალი ვარ და სული მიდია ღირში, უფალო. გღებულობ ჩემს ღმერთად, ჩემს უფლად. მადლობა რომ ჩემთვის მოვდი. ჩემი ცოდებისთვის პასუხი ააგე. ხსნი ჩემს გულს, სულს, ჩემს ცხოვრებას. შემოფეთქდი ჩემში უფალო. შემოანათი და გაანდევნე ჩემგან ყოველი სიბნელი. გამათავისუფლე ღმერთო ყოველგვარი ეშმაკური, დემონური ზეგავლენებისაგან. გთხოვ, იმეფე ჩემზე და იყავი ჩემი მეფე. იყავი ჩემი მწყემსი, ჩემი უფალი და ჩემი ღმერთი. ამინ. ნარიმანი კი არა მეფე, იესოა მეფე. ნარიმანი კი არა ქრისტე, იესოა. იესოა. ეხლა იქ ორი იესო შეხვდებიან ზეცაში. და იესო ეტყვის, რომელი ეხლა ნამდვილი მეფე, შენ თუ მე? რომელია ნამდვილი იესო, შენ თუ მე? მე არავის არ ვარტყამ და არ ვამასკნებ, მაგრამ ჭეშმარიტება მწარეა, სიმართლე მწარეა. ქართველებს გიყვართ ეს პიმპილიანი საჭმელი და მოდი სიმართლეს შევიყვაროთ. ნუ ვიქნებით პირმოთნენი. მარტო საჭმელების მიმართ კი არ ნუ ვიქნებით ისა კარგი მჭამელები. პიმპილის სიმართლეშიც მივიღოთ. ერთია მეფე იესო, ერთია მხსნელი ღმერთის ცოცხალი ძე, უფალი იესო ქრისტე. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ აბაჰე და აბაჰო. გთხოვ, გემოდარები, თუ მონანიებული არ ახარ, არ გადადო, მართლა გეუბნები. არც ხუმრობ და არც გადაგებას კი არ ვაკეთებ კაცამე. სულ დაგუზდებ. არ იცი ხვალინდელი დღე. დაუშვათ და ღმერთმა გვაშოროს და ეს რო შეწყდეს. რა სიზამაში? წინ ხომ არადილობა? ვერაფერს ვერ შეცვლი. მაგრა წააგეს იმათმა, ვინც მოუნანიებლად გადავიდნენ. ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს, მაგრამ გაუმართდა იმ ხალხს, ვინც ირწმუნა უფალი, ვინც მოიდრიკა მის წინაშე გული, მუხლი, ვინც დღე და ღამე კითხულობს მის სიტყვას. იკრიბებიან ჭეშმარიტ ეკლესიაში, ჭეშმარიტ ღმერთის ხალხთან. ქადაგებენ სახარებას, ეუბნებიან სხვებს, სიგნელში მყოფთ, მოინანიეთ, ირწმუნოთ იესო ქრისტე და იკითხეთ ეს, რომელიც არის 100%-იანი სიმართლე. აქ არ არის ერთი სიტყვა ზედმეტი ტყუილი. სხვა სიგნები 100 ყური 100 თვალი, მაგრამ აქ თვალდახოჭვა შეგიძლია ენდო. ამ სიტყვას და უფლის სული წმინდას. უფალმა გაკურთხოს, დაგლოცოს და კიდევ ერთხელ გთხოვ, არ გადადო ხვალისთვის. რა იცი? ხო და მე ვუთხარ რომ გამახსენდა ის. ნუ მოკლათ ამ კაცმეთი კაცო. რატომ აქეზებთ? და ისიც გარდაცვლილა. მეორე დღეს გავიგე. ასე რომ სანამ დროა შეურიგდეთ ღმერთს, მაბადეთ ბევრი ლაპარაკი, ბევრი ხარდა მოდარაც თუმცა საჭიროც არ არის. თუ მოინანიებ, გილოცავ და თუ არ მოინანიებ და ღმერთმა მოგცეს ხვალინდელი დღე, კიდევ ერთი შანსი, რომ ჩავფიქრდე და მიიღო უფალი. აბაჰე და აბაჰო, მომავალ შეხვედრამდე, უფალმა გაკურთხოთ.